თამაშით ყველაზე კარგად სწავლობს ბავშვი და ყველაზე მარტივად. რატოა სიხარული ყვითელი და რატოა ზიზღი მწვანე? ხან ეს ემოცია შეიძლება რაღაცა აგრესიაში გადავიდეს სხვა ბავშვებთან. ორი წლიდან ჩვენ ბავშვს ვეუბნებით, რომ გაბრაზდი. სევდიანი ხარ. აი, ბავშვია და დაკბინა და დიდი ამბავი. დასჯა ბავშვს არასწავლის არაფერს. თითქოს თანამედროვე მეთოდია, რომ ბავშვს თუ აშავებს, არ ვერავი. არ უნდა და ნუ მომესალმება, არ უნდა და ნუთვის მადლობას, ან ბოდიშ. მინიმუმ იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს არას თქმა. არა, არ უნდა გამოიყენო. ლამაზი ხარ, კარგი ხარ, ჭკვიანი ხარ, ეს მშობელმა წერა და ხშირად მოგითხარ. და ჩვენ ვრეაგირებთ არა ემოციაზე, არამედ ქცევაზე. გამარჯობა, მე ლიკა ვარ. ეს ნია და ცოტნე. სტუმრად კი ფსიქოდიაგნოსტის ზანდა ჩეჩელაშვილი ყავს. მივხვდებოდით ალბათ, რომ მალე 1 ივნისია და მეც ბავშვებთან ერთად გადაწყვიტა რა ეს ეპიზოდი ჩამეწერა. ცოტას ვითამაშოთ ბავშვებთან ერთად და მე ზანდასთან ერთად საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ ბავშვების შესახებ და ბავშვების განვითარების შესახებ. ზანდა, მე როგორც ვიცი, ეს თამაში არის შენი შექმნილი, ემოციების თამაში. მოგვიყევი, როგორ შეიძლება რომ ბავშვებმა ითამაშონ და სად შეიძლება კიდე რომ თან შევიძინოთ, თან აუხსნათ და ონია. ნია ვეღარ ითმეს, ისე აინტერესებს ეს თამაში. მარტო ჩემი არა, ჩემი და ჩემი ფსიქოთერაპევტი, მეგობრის და კოლეგის ლიკა ნატირაძის თამაშია და არის ნამდვილად ემოციების თამაში. მოდი შენ ამოიღე ეს ახლა, ნია. აი ნია, ამოვიღოთ გახსენი ეს და ამოვიღოთ და თან გაჩვენებთ რა თამაშია და თან ვითამაშოთ, რომ არ მოგწყინდეს. მიდი, აბა. გახსენი, აბა ეს კამათანი შიგნით დავს და ყველაფერი ამოიღე რაც შიგნით არის. კარგი. აქვე თან თქვათ ეს რამდენი წლის ბავშვმა შეიძლება ითამაშოს? ცოტნე არის 5 წლიდან შეიძლება. ხო, კი, ნახე, იდეაში 3 სხვადასხვა თამაშისგან შედგება და ყველაზე ბაზისური და ყველაზე მარტივი და სახალისო რაც არის დღეს რასაც ახლა ჩვენ ვითამაშებთ, იმიტომ რომ 3-ს ვერ მოვასწრებთ, ალბათ ძალიან გაგვიგრძელდება. შეგვიძლია 3-4 წლიდანაც ვითამაშოთ. ეს არის უფრო ესეთი რაღაცა ემოციების სწავლების ნაწილია ამ თამაში. და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ისეთია მარტივი და ყველა ასაკის ბავშვისთვის. ერთი რომ თუ ვიცი ემოციები ამის თამაში და მეორე რომ თუ არ ვიცი, შემიძლია რომ ეს ემოციები ვისწავლო. აი, გავხსენით. ხო, ესენი ნაკლებად დაგჭირდება ჩვენ ახლა. მოდი, ესეც არ დაგჭირდება ცოტნა. ეს დაგჭირდება. ნახე, ჩვენ ახლა ერთი თამაში ვითამაშოთ. ესეთი ბაზისური ემოციები გვაქვს. აი, ნახე, აბა იმას შეხედენია. ეს არის ზიზღი, სიხარული, ნახე, ნია, რა ფერია სიხარული, იცანი? რა ფერია ის კაცი? ეს რა ფერია? ბარათი. ყვითელია, ხო, სიხარული. ნია მიცის ფერები, ხო? ვიცი, რომ ნია მიცის. გვაქვს სევ და ბრაზი და კიდე გვაქვს შიში. ამ თამაშს ესე ვთამაშობთ, ნახე, უნდა დავალაგოთ ესე, ეს ჩვენი ბარათები. მიდი დავალაგე შენც. რიგრიგობით უნდა ავიღოთ. აი, ნია, შენც აიღე თუ. მიდი აიღე ის ბარათი. აღონ ბარათს რო აიღებ, არავის არ უნდა აჩვენო. და ეხლა ისე უნდა გამოხატო ეგ ემოცია, რაც შეგხვდა, რომ ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რა ემოცია. ბატონო, ნახე ნია, აბა ამოიღე შენ ერთი ბარათი იქიდან. აღონ არ გვანახო ცოტნა, უნდა გამოვიცნოთ. გითხარი. აი, ეხლა გვაჩვენე რა ემოცია. გვაჩვენე რა ემოცია იყო იქ? სახით უნდა გამოხატო, რომ ჩვენ მივხვდეთ. არ გვაჩვენო? გეშინია ცოტნე? ვაი, მე მგონი გეშინია. ნია, ცოტნესი გეშინია შენ? შენ რისი გეშინია ხოლმე? დიდი? დიდი რისი? მე მგონი არაფრის არ გეშინია და იგონებ ეხლა რომ ვითომ გეშინია რა. არ შეშინია ცოტნეს. ისეთი მამაცი ხარ. ნია, ნახე როგორი შეშინებულია. კარგით. აბა გადავედით შემდეგზე, ხო? ხო, მოდი ეხლა მე გავაკეთებ. რა სახე მე? ყოჩა. ლიკა შენ ჯერია. მოდი მე გავაკეთებ ეხლა ამას. ლიკა რაღაცა გაიხარდა ლიკას კი. ნია, შენ არ აიღებ ბარათს? მიდი ერთი ბარათი. გაბრაზებული ხარ. მოკლედ, ეს თამაში ძალიან ისეთია, მით უმეტეს რამდენიმე ბავშვთან ერთად ძალიან სახალისოა. და ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ეხლა ფსიქოლოგები პრინციპში იმაზე, რომ ემოციების ამოცნობა, რეგულაცია, სახელის დარქმევა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრობლემური ადრეული ასაკიდან ზრდასრულობის ჩათვლით. და ზუსტად მაგას ემსახურება, ხო? იმიტომ რომ იწყება ამოცნობით და სახელდებით და აი ამ შეკითხვების ბარათებში არის, აი მაგალითად
როდის გაგიჭირდა ხელების გაჩერება ბრაზის გამოხატვისგან და ეს მაინც მოახერხე. ანუ ისეთი კითხვებია, ბოლოს როდის იტირე? რაღა ეს კარტი ამოვიღე, მაგრამ როდის იტირე? გახსოვს? არ გახსოვს. კარგი. და რაზე გაბრაზდი? აი რა, ახლა აი აქ ეგ წერია. ბოლოს რაზე გაბრაზდი? აი მე გეტყვი, როდის გაგიხარდა ბოლოს? ეგ მითხარი, აბა. და მხიარულ ნოტაზე. როცა თამაშობ რას უყურებ? ტელევიზორს. ოკეი. ესე შენ მოგეწონა ხო ფურცლების გადაწყობა, გადმოწყობა, გაერთე. დაითვალე რამდენი ცალია? დავთვალოთ, აბა. ბევრია ამდენს რა დაითulis. 2 და 3. ეხლა შეგვიძლია რომ დავასრულოთ თამაში და თუნდაც აი ემოციების განვითარებაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და საინტერესო კითხვა მაქვს, რაც მგონია რომ მშობლებსაც დაინტერესებს. კი ბატონო. სანდა მოდი პირველ რიგში კითხავ თამაშს, ესე იგი რა ითამაშეს ცოტნე და ნიამ და რა შეიძლება რომ ამით მშობელმა დაინახოს ამ თამაშის დროს. ნახე რეალურად ეს თამაში ხა ემოტიკო დავარქვით რა, კი მთლიანად ემოციებს ეხება და სამი სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენ მას მუშაობას ვეძახით, თუმცა თამაშია ცხადია და ხა ძალიან კარგად იცი რომ თამაშით ყველაზე კარგად სწავლობს ბავშვი და ყველაზე მარტივად. აი ეს ემოციების ამოცნობის ნაწილი ხა ჩვენ აღმოგვიჩენია არაერთხელ უშუალოდ სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან მუშაობის დროს, სხვათა შორის რომ აი სახელის დარქმევა რას გრძნობს, ხო, რა ემოცია ეუფლება, ძალიან უჭირთ. მარტო ბავშვებს არა, ეხა ეს თამაში მე და შენც რო ვითამაშოთ, ბევრი კითხვა იქნება, რაზეც აი გაგიჭირდება, რომ პასუხი გასცე. ოღონდ ეს თამაში რაღაცა მოგება-წაგების თამაში არ არის რა, უფრო არის, რომ ვისწავლოთ რომელ ემოციას რა ქვია, რატოა სიხარული ყვითელი და რატოა ზიზღი მწვანე და სხეულის რომელ ნაწილში გრძნობ ზიზღს და რა ფუნქცია აქვს ემოციას. ფსიქოლოგიური თუნდაც დაკვირვების, ხო? და მშობელსაც შეუძლია, ხო, არის. ჩვეულებრივად კი, ეს არის თამაში, თავის წესები მოყვება, ამ წესებში ყველაფერი წერია და მშობელზე ძალიან ბევრი რამე რაც შეიძლება რა შეიძინოს. ემოტიკოს გვერდიდან შეიძლება ამ თამაშის შეძენა, უნდა მიწეროთ და იქ შეიძენთ ძალიან ესეთი მარტივი პროცედურით. და გარდა ემოციების ამოცნობისა და შეკითხვებზე პასუხისა, რომელიც გიხმარება, რომ გაიხსენო, როდის განიცადა ეს ხავის რომელ ნაწილში, შენთვის რა არის სევდა? აი ყველაზე მეტად რა გიხარია? ბოლოს როდის გაბრაზდი? რამდენად გიჭირს რომ ბრაზი შეიკავ? რას აკეთებ როცა ბრაზდები? ცოტა მომეჩვენა თითქოს ცოტა უფრო მეტი ასაკი ჭირდებოდა ამ თამაშს. ნახე, სამი სხვადასხვა თამაშია. აი ეს პირველი თამაში, რომელიც ჩვენ ვითამაშეთ, ის 4-5 წლიდან თავისუფლად შეგვიძლია რომ ვითამაშოთ, იმიტომ რომ ჯერ ვსწავლობთ ამ ემოციას რა ქვია, რა ფერია და მერე ვიწყებთ ამის გამოხატვას, ხო? და რაც შეეხება შეკითხვებზე პასუხს, ეს უკვე არის 6-7 წლიდან. აი ეს ფრაზების ნაწილი ჩემი საყვარელი ნაწილია, რაც სუფთად ეკას მოფიქრებულია, რომ ჩემმა კლასელმა დაბადების დღეზე არ დამპატიჟა, რა ხდება? აი გეტყვი ახლა. ნახე, ეს უნდა წაიკითხო ზიზღით, იმიტომ რომ კამეთელზე ამოგივიდა ზიზღი და აი ეს წინადადება უნდა წაიკითხო ზიზღით და მე რა უნდა მოიფიქრო, რა შემთხვევაში წაიკითხავ და რა შემთხვევაში იტყოდი მაგას ზიზღით. ანუ რეალურად ეს კიდევ უფრო რაღაცა 6-7 წლიდან არის ეს ფრაზების ბარათი, რომელიც როგორ რაღაცას აკეთებს, იცი რომ აი სხვადასხვა სიტუაციაში ერთი და იგივე წინადადება შეიძლება იყოს ბრაზის საგანიც, სიხარულის საგანიც, სევდის საგანიც, ანუ მნიშვნელობა სიტუაციას კი არ აქვს იმდენად, არამედ იმას მე რას განვიცდი ამ სიტუაციაში. და მიზანი რა არის, რომ უბრალოდ გამოხატვა ისწავლონ თუ შეიძლება რომ რეგულაციაშიც დაეხმაროს ემოციის ყველაფერი მიზანია, გამოხატვაც, ამოცნობაც, სახელდებაც, განცდაც, საკუთარი თავისთვის იმის უფლების მიცემა, რომ გეწყინოს, რომ ვიღაცამ დაბადების დღეზე არ დაკარგოს, გაბრაზდნენ. რაც ჩვენ ასაკში მსგავსი რაღაცები ჩვენ ამაზე სერიოზულად მუშაობთ, სხვაჯერ ზრდასრულებთანაც, რომ ვუთხრათ, რომ იცი რა, რომ ვიღაცა რაღაცას გაწყენინებს და გაბრაზდები, არა უშავს რა. შეიძლება რომ ამაზე ადამიანი გაბრაზდა. ეს და ცნობიერება, თავი მიზანი არის ემოციური. მასწავლებელმა ისე
მე გამომიძახა დაფასთან ეს რაღაც აი ხა სიხარულით წაიკითხო წარმოიდგინე ხა. ან გამოხატო ბრაზი, იმიტომ რომ აი გამოხატო ბრაზი რომ ისევ მე გამიძახა ხო. ნებისმიერი წინადადება, ნებისმიერი ემოციის მატარებელი შეიძლება იყოს გააჩნია ჩემს იმ წამიერ ემოციურ მდგომარეობას. რადგან ემოციებზე ვლაპარაკობთ, ერთმა მშობელმა დამაბარა შენთან კითხვა. რა ასაკიდან შეიძლება რომ მშობელმა მართლა შეიძლება ცუდი სიტყვა, მაგრამ რაღაც რეგულაცია მოახდინოს ბავშვის ემოციების გულისხმობ იმ კუთხით, რომ ხან-ხან ეს ემოცია შეიძლება რაღაც აგრესიაში გადავიდეს სხვა ბავშვებთან და თუნდაც აი ბაღში რო დადიხარ, ან მე უფრო მაღალ ასაკში სკოლაში. აი როგორ შეიძლება და რა ასაკიდან შეიძლება რომ აღარ ვთქვათ რომ ბავშვია და ვერაფერს ვერ უზავთ. ნახე, ხა ემოციური რეგულაცია პირდაპირ მართვით რო არ იწყება, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. და ემოციური რეგულაციის პირველი ნაბიჯი არის, რომ მე ვიცოდე რა ემოცია მაქვს. მეორე ნაბიჯი არის, რომ მე ვაღიარო, რომ კარგი, სევდიანი ვარ რა, აი სევდიანი ვარ და ეხა ეს სევდა მე რაღაცნაირად მაწუხებს. მესამე ნაბიჯი არის, რომ მე შევძლო ამ სევდის სხვისთვის გაზიარება, ოღონდ რაღაცა კონსტრუქციული ფორმით, ისე რომ ვიღაცა არ დავაზიანო, როცა სევდიანი ხარ, მით უმეტეს ბავშვები ძალიან სხვადასხვანაირად გამოხატავენ ემოციებს. ხო ესე ხა ჩვენ გვინახავს ბავშვი არის სევდიანი, მაგრამ იქცევა როგორც გაბრაზებული, რაღაცას შეიძლება აზიანებს, ვიღაცას შეიძლება უკბინოს, ვიღაცას შეიძლება ნივთი ესროლოს, ან ნივთი დააზიანოს. აი რატო ხდება, საიდან მოდის ეს? აი ესე გამოხატავს ის თავის ემოციას, იმიტომ რომ ჯერ არ იცის, როგორ შეიძლება ემოცია გამოიხატოს სხვა ფორმით. აგრესია ესეც ცალკე ემოცია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი რამე შროს ძმაზე მაგალითად რაც ნებისმიერი რამე, მე შენ ხა ვიღაც კონკრეტულ ისეთი სპეციფიკური ხარ, მაგრამ იცი რა, ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს. მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ის რომ ბავშვი შეიძლება ესე დარტყმით გამოხატოს. ნებისმიერი ემოცია შეიძლება. სიხარულით შეიძლება ბავშვი და ამ დროს მშობელმა რა უნდა გააკეთოს? რა თქმა უნდა, თავისთავად დარტყმა არ არის კარგი, მაგრამ ამ ემოციის გამოხატვაც რო შეუშალო, ალბათ აი როგორ შეიძლება რომ მოიქცეს შეგონებით, რომ მე ვხედავ რომ შენ ხარ სევდიანი, მე მგონი, სევდიანი ხარ, რამეზე გაბრაზდი, რამეზე ხარ გაბრაზდი. მითხარია, რა არ მოგეწონა, რა არ მოგეწონა. სად გაბრაზდი, სად ხარ სევდიანი, ხელი დაიდე მაჩვენე, სად გაწუხებს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ემოციებზე ლაპარაკს, ზრდასრულებიც კი არა თუ ბავშვები. ლაპარაკი თვითონ არის თვითრეგულაცია, ენობრივ განვითარებას, ახლა ვიცით რომ აქვს ძალიან სერიოზული ემოციური რეგულაციის ფუნქცია მათ შორის. ამაზე ლაპარაკის დროს გინდა არ გინდა აზროვნება რომ ირთვება და ძებნა რა ხდება, როგორ ხდება, რატო ხდება, გინდა არ გინდა ისედაც აი ეს ემოცია რომ ძალიან აფეთქებულია, მცირდება, ხო? და ეს ცნობიერად სულ არ ხდება, ავტომატურად ხდება ესე. და მე რა ვიწყებთ იმის თქმას, რომ მე მეც ვარ ხოლმე სევდიანი და გაბრაზებული და მეც მინდება მაგ დროს რომ ვიღაცას ვუკბინო, მაგრამ რაღაცნაირად ეტკინა და ეწყინა და მოდი სხვა რამე მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება როცა სევდიანი ხარ ეს რომ გავაკეთებ. აი ეს რამდენი წლის ბავშვი შეიძლება რომ ესაუბრო? ჩვენ 2 წლიდან უკვე ამას ვაკეთებთ ლიკა და ვიღაცები ძალიან წამეჩხუბებიან, მაგრამ 2 წლიდან ჩვენ ბავშვს ვეუბნებით რომ გაბრაზდი. სევდიანი ხარ. მე მგონი არ მეკითხულობენ, იმიტომ რომ ახლანდელი 2 წლის ბავშვი, აი საკმაოდ აი არ ვიცი, ძალიან განვითარებულები არის. ბავშვი დაისწავლის ყველაფერს, რასაც ასწავლი. უბრალოდ ჩვენ მანდ ვაშავებთ ზუსტად, რომ გგონია, რომ რაღაც ასაკში, აი ბავშვია და დაკბინა და დიდი ამბავი. რეალურად მართლა ბავშვია და დაკბინა და მართლა დიდი ამბავი, მაგრამ რო დაკბინა ეგ კი არ არის პრობლემა. აი მე რას ვაკეთებ მე, რატო დაკბინა, რატო ვერ გამოხატა სხვანაირად. ესეთი რა ეწყინა, ეტკინა ესე რომელიც აი მაგ კითხვები უნდა დავსვა, ჯერ მე მშობ, ჩემი შვილი რო კბენს ვაიმე რა საშინელება, პანიკა კი არა, რატო მოხდა ეს? ხო, ამის უკან რა არის? მეთოდი რომ მაგალითად სათამაშოს წაგერთმე რაღაცას არ გაყურებინებ, საჩუქარს არ მიიღებ და ისწრიდან არავითარ შემთხვევაში. ემოციის გამოხატვა, როდესაც ჩვენ ბავშვს ვეუბნებით, რომ ნახე, ესე ჩვენ არ ვიქცევ. მე მესმის რომ შენ გაბრაზებული ხარ, შენ უნდა იყო გაბრაზებული, მეც გავბრაზდებოდი. აი ხა ეს რომ მომხდარიყო, მეც გავბრაზდებოდი, მაგრამ ჩვენ ესე არ ვიქცევით და ეხა დამშვიდდი და მე ვილაპარაკოთ. ეხა არ ვილაპარაკოთ, ცოტა მე ვილაპარაკოთ. ხა აფექტში რო ადამიანი იმას არც ერთ ასაკში არ ელაპარაკება, უნდა გამოეცალო, ხო? დასჯა ბავშვს არ ასწავლის არაფერს. აბსოლუტურად არაფერს არ ასწავლის. მით უმეტეს ემოციის გამოხატვის დროს დასჯა, ხო? მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახე, მე ვამბობ სულებით რამეს და ხა მე 1000-ად მომიწევს ამის გამეორება. ბავშვს უნდა ვასწავლოთ,
ეხლა ამის გზები ყველა მშობელმა თავადაც უნდა მოიფიქროს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალური და უნიკალურია და აი ესე ზოგადად ჩვენ ამას ვერავის ვერ ვეტყვით, ხო, რომ ზუსტად ეს მეთოდები, მაგრამ აი რა მეთოდითაც გინდათ, მაგრამ მესიჯი და შეტყობინება ბავშვისთვის არის ესეთი. ნებისმიერი ემოცია არის მისაღები. რასაც არ უნდა გრძნობდე. შენ რო ეხა მე ვერ მიტანდე, აი დღეს ამ წუთას, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან არ მოგეწონა, ის შენ ამის უფლებაც გაქვს. მაგრამ ამ ემოციების ნებისმიერი სახით გამოხატვა არ არის მისაღები. ჩვენ ერთმანეთს არ ვესვრით, ჩვენ ერთმანეთს არ ვცემთ, ჩვენ ერთმანეთს არ ვუყვირით, ჩვენ მაგიდას არ ვატრიალებთ, ჩვენ ცუდ სიტყვებს ერთმანეთს არ ვეუბნებით. მაშინ მეც რო ვარ გაბრაზებული, მე ვცდილობ რომ ესე არ მოიქცე. და შენც უნდა იცოდო რომ ესე არ მოიქცე. ჩვენ ვრეაგირებთ არა ემოციაზე, არამედ ქცევაზე. და ამ ორი რამის გარჩევა, იმიტომ რომ ქცევა ყოველთვის შედეგია. ლიგა, მე რო ეხლა მოვიდე და გიკვინო, ეს არის რაღაცის შედეგი, ხო? არ არის მთლად ადეკვატური რეაქცია, ესე რატო შეიძლება მოიქცე, მაგრამ ჩვენ ვრეაგირებთ ემოციაზე კი ანაზრდასრულები, ვრეაგირებთ ქცევაზე, იმიტომ რომ ქცევა თვალშისაცემია და ემოცია უნდა გამოარკვიო, რატო ჩაგარტყა, შეეშინდა და იმდა ჩაგარტყა, გაბრაზდა და იმდა ჩაგარტყა, შფოთავს რაღაცაზე, სტკივა რაღაცა, აწუხებს რაღაცა, სევდიანია, თუ აი რატო ამას სჭირდება ძებნა. ძებნა სჭირდება მეტი რესურსი, მოთმინება და დრო. და რა ვიცი, ხანგრძლივ პერსპექტივაში ჩვენ უნდა აღვიჭუროთ ამ ყველაფრით, რაც ჩამოვთვალე, როდესაც ბავშვთან ვლაპარაკობთ. მიუხედავად იმისა, სპეციალისტი ვარ, მშობელი ვარ, მასწავლებელი ვარ, თუ ბაღის აღმზრდელი ვარ, თუ უფროსი დედმამიშვილი, აი ეს ყოველთვის გვჭირდება. ასე რომ ახსნა სულამო ბარის ბეწვის ხიდზე ძალიან რთულია, მე ძალიან რთულია. სტუდენტებს სულამო სოვნები ჩვენ საერთო სტუდენტები ყავს და კი ნამდვილად ძალიან რთულია. ერთ ამ თემასთან დაკავშირებით კიდე ერთს ვიკითხავ. ძალიან ბევრჯერ გამიქია ესეთი რაღაცა, რომ ხშირად მშობელი, აი შენაც ისაუბრე, რომ ესე უნდა ისაუბროს და ასე შემდეგ, არ ერევა თუნდაც ბავშვის აგრესიულ ქცევაზე. იმიტომ რომ მას ასეთი ახსის სტილი აქვს. რაღაცა მიშვებული ყავს თავისუფალი და არ ვიცი ამას რა ქვია, ჩაურთველი მშობელიც ალბათ არ ვიცი რაღაცა, ხო კი არის ესეთი ტერმინი, მაგრამ ნუ რეალურად ჩაურთველი ალბათ არ არის, იმიტომ რომ რაღაცებში იაზრებს და გააზრებულად აკეთებს კიდე ამას. ამაზე რა აზრის ხარ აი ამ ახსის სტილში, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ თითქოს თანამედროვე მეთოდია, რომ რაღაცა ესე გვესაუბრებიან და ბავშვი თუ აშავებს, არ ვერევი. ხო. კაი, ნახე, იდეაში ორ მიმართულებად შეგვიძლია ხა განვიხილოთ. ერთი ეს არის, როდესაც ინდიფერენტული შეიძლება იყოს მშობელი ბავშვის ქცევის მიმართ და არის კიდეც ინდიფერენტული აღზრდის სტილი, რომელიც ძალიან მართლა ბეწვის ხიდია ბავშვის უგულვებელყოფასთან და ბავშვის მიმართ ძალადობასთან, მაგრამ ძალიან ხშირია რაღაცა ლიბერალური მშობლები. უფრო ჩემი აზრით ეს უფრო ლიბერალურ მშობლებს ახასიათებთ, რომ არ უნდა და ნუ მომესალმება, არ უნდა და ნუ იტყვის მადლობას, ან ბოდიშს, ან უნდა და ჩაგარტყამს, ან უნდა და გატეხს, იმიტომ რომ ასე გრძნობს და მე არ ვერევი კი არა, მე რაღაც თავისუფლებას ვაძლევ ბავშვს, რომ რაც უნდა ის გააკეთოს. ახლა ჩვენ ეს ძალიან ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ ლიკა, რომ ესეთი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ გამოგვადგება. და არ გამოგვადგება უშუალოდ ბავშვისთვის. ახლა მიზეზი რატო აკეთებს ამას მშობელი, ჩემი გამოცდილებით რო ვთქვა და ლიტერატურაც მოვიშველიო, არის ორი. ერთი მიზეზი არის, რომ ესეთ მშობლებს ცოტა ეშინიათ ბავშვის უკმაყოფილების, ანუ კონფრონტაციის ეშინიათ ბავშვთან და ოღონდ არ შეეწინააღმდეგონ და კონფლიქტი არ გაღვივდეს და ურჩევნიათ, რომ კაი გაიზრდება და გაუვლის და არაუშავს. მეორე ვარიანტი არის ის, რომ მეორე უკიდურესობაში ვარ, აი მე რო სულ შეზღუდვებში ვცხოვრობდი, ახლა თაობებს შორის დიდი სხვაობაა, ხო? მე მინდა რომ ჩემს შვილს საერთოდ შეზღუდვები არ ჰქონდეს. ორივე ეს დამოკიდებულება ბავშვს არ ეხმარება ემოციურ განვითარებაში. არც პიროვნულ განვითარებაში არ ეხმარება. და სერიოზულ პრობლემებთან მივდივართ ჩვენ და ის მართლა იწვევს პრობლემებს, იმიტომ რომ ნახე, მე რო ბავშვი ვარ, ეხლა ჩვენ რო შევხვდეთ ამას ცოტა შორიდან და ლოგიკურად, მოდი ახლა ვინც გვისმენს, იმ მშობლებთან ერთად ვიმსჯელოთ. მე ვარ ბავშვი. მე არ ვიცი რა არის კარგი და რა არის ცუდი. არ ვიცი, ეს უნდა მასწავლო შენ, უნდა მასწავლო სიტყვიერად, უნდა მასწავლო შენი მაგალითით. უნდა ვისწავლო სხვებზე დაკვირვებით, სხვა ბავშვები როგორ იქცევენ, სხვა ავტორიტეტები რას მეუბნებიან, ან რო ვაკვირდები, ვინ სად როგორ იქცევ. რატო გვაქვს დღეს რაღაცა ქაოსი მოზარდებში და ბავშვებში, იმიტომ რომ რასაც აკვირდებიან, თლაც სახარბიელო არ არის არც ქუჩაში, არც ტელესივრცეში და არც არსად, ხო? და რაღაცნაირად იმეორებენ ამას სხვადასხვანაირი ფორმით.
მაგრამ ეხლა აი ლოგიკას რომ მივყვეთ, მე თუ არ ვიცი და შენ მეუბნები რის რა შეგიძლია ჩაარტყა არა უშავს. ნუ იტყვი მადლობას, მე რა. დასცინე, ნუ ეხლა ესეთი პერიოდი აქვს შემშულს. ამით მე ბავშვს რას ვასწავლი? ვასწავლი იმას, რომ მას შეუძლია არაფერზე პასუხისმგებლობა არ აიღოს, ერთი. ვასწავლი იმას, რომ ვალდებული არ არის, რომ თავისი ემოცია მართოს. ეს მეორე. მესამე ვასწავლი იმას, რომ რაც უნდა ის შეუძლია გააკეთოს და მეორე ადამიანი ხა ემპათია, თანაგანცდა, სხვისი პერსპექტივის გაგება, რაც ემოციური მომწიფებლობისთვის და პიროვნული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ამასაც ხა არაუშავს და ვასწავლი იმას, რომ მის არც ერთ ქცევას არანაირი შედეგი არ მოყვება უარყოფითი. რომელია ეხა აქედან ის რაც აი შენ დავანებოთ თავის ფსიქოლოგიას შენი შვილისთვის გენდომებოდა რომ პასუხისმგებლობას არ იღებდეს რომ ემპათია არ ქონდეს რომ შედეგებზე არ ფიქრობდეს რომ არ ითვალისწინებდეს სხვა ადამიანებს აი დავფიქრდეთ ხო ამიტომ ჩარჩო არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩო და იმის ცოდნა რომ რაღაცა შეიძლება და რაღაცა არ შეიძლება მოდი აქვე მაშინ ამას კითხავს ზოგი მშობელი აი იმდენ შენიშვნას აძლევს მეორე უკიდურესობა რაც ასევე პრობლემაა. ხო, აი მან სადაა ზღვარი, სადაც თუ შენიშვნა მისაღები და რა დონეზე? საჭიროა. ხო, შენიშვნა საჭიროა, აკრძალვაც ზოგჯერ საჭიროა. სიტყვები გვჭრის ყურს ჩვენ, თორე არას თქმა საჭიროა, ასე ჩვენ არ ვიქცევით თქმა. საჭიროა, ეხლა მე მესმის რომ შენიშვნას რო ამბობ, კრიტიკას რო ამბობ, დასჯას რო ამბობ, რაღაცა საყვედურს რო ამბობ, ყურს ცუდად ხვდება ჩვენ საუკუნეში რა და გგონია რომ ეს რაღაცა კოშმარია, მაგრამ რეალურად ეს არის რომ ბავშვს ვეუბნები რომ ესე ჩვენ არ ვაკეთებთ. არა თქმა სწორია, ამიტომ ახლა აუცილებელია. რაღაცებს უსმენდი ბოლოს პოდკასტში და აღარ ვიტყვი. იქ იყო იმაზე საუბარი, რომ ეს პოზიტიური ფსიქოლოგიაში და ბავშვის ახსის მეთოდში ეს არ უნდა გამოიყენო. და ჩაანაცვლა სხვა სიტყვებით. არა აუცილებელია. ამიტომ აი ხა ნია ჩემი ძმისშვილია და ხშირად რაღაცებზე იცის რომ არა ეს არა და სხვა შორის იმეორებს და უჯერებს ამ არას. თქმა არის აუცილებელი მინიმუმ იმისთვის რომ ბავშვმა ისწავლოს არას თქმა რაც მისი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. არა რომ იცოდე შენ რო თქვა ეს ვიღაცამ უნდა გასწავლოს და არა რომ თქვა ეგ შენი უსაფრთხოებისთვის ფიზიკური, ემოციური, სექსუალური უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. ამიტომ ეხლა ფსიქოლოგიაში ბევრი მიმართულებაა. ყველა მიმართულებას აქვს თავისი მიდგომები, პრინციპები. ზოგი პოპულისტურია, ზოგი მეცნიერებაზე დაფუძნებული არ არის. ზოგი ვიღაც კონკრეტულის მოსაზრება, რომელმაც გადაამლაშა რაღაცა. მე არ ვიცი ეს რა კონტექსტში ითქვა, მაგრამ ეხლა ცალსახად იმის თქმა, რომ არა, ბავშვს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა უთხრა. ნახე, არსებობს ესეთი თუ ამას გულისხმობდნენ პოზიტიურ ფსიქოლოგიაში, ნამდვილად არსებობს ესეთი რამე, არსებობს პოზიტიური ფორმულირებები. გსმენია შენ დაარწმუნება ამის შესახებ, მაგრამ მოდი ახლა თავიდან ვთქვათ, რომ მშობლებს ვუთხრეთ, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ არა. ბავშვს იმას კი არ ეუბნება, აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. ბავშვს არ უნდა მეცადინეობა და გეუბნება, რომ მე ხარ მინდა მეცადინეობა, მინდა ეზოში ჩასვლა. ერთი წინადადება არის, რომ არა, ეზოში ვერ ჩახვალ, იმიტომ რომ უნდა იმეცადინო. აი ეს არის რომ არა ვერ ჩახვალ, უნდა იმეცადინო. პოზიტიური ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ არა კი არ თქვა. ეს წინადადება თქვი სხვანაირად. ნახე, როგორ თქვი, ეზოში ჩახვალ, მაშინვე როგორც კი მეცადინებას დაამთავრებ. ანუ პოზიტიური ფსიქოლოგიის რამეს ამბობს, რომ შენ შეგიძლია იგივე შინაარსი ისე თქვა, რომ ბავშვს აკრძალვის განცდა რეალურად უკრძალავ რაღაცას და ეუბნები, რომ არას, მაგრამ სხვანაირად ეუბნები. ეს არ არის ცუდი მიდგომა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ არასდროს არ თქვა და ყოველთვის ცვალო წინადადებები და დაუტყվო ბავშვს რაღაცა ტექსტები, ხო? ამიტომ ესე ძალიან გენერალიზებულად მე ამას არ ვუყურებ. არ ვიცი ხა კიდე ერთხელ ბოდიში ჩემს კოლეგებთან შეიძლება მე კარგად არ მესმის ეს, მაგრამ ფსიქოლოგიასაც არ ვიცნობ ცუდად, სიმართლე გითხრა და მე გეთახმები ეგეთი რადიკალური არა არ თქვათ ამბავი არ არის, არას თქვა ძალიან მნიშვნელოვანია. და გვაქვს კიდე ხოლმე ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ბავშვობაში, რა თქმა უნდა, უთხრა რომ ლამაზია, ჭკვიანია, თას რომ გააკეთებს შეაქას, მაგრამ ხან-ახან არის ხოლმე რომ ძალიან ზედმეტი მოსდით მშობლებს. აი მანდაც სად არის ზღვარი, როგორ უნდა დაიცვან, ზედმეტია რომ გითხრა რომ წამამეზი ხარ. აი ძალიან ბევრჯერ, რაც მეერე შეიძლება მე მინახავს, რომ მეერე დასრულებაში შეიძლება პრობლემები თუ არც ეგეთი ლამაზია. არა, უბრალოდ რაღაცები გაუჭირდეს ურთიერთობაში მეერე. მშობელი უნდა გეუბნებოდეს ბევრჯერ. კი, და ძალიან მშობელი უნდა იყოს ეგ ადგილი, სადაც შენ ხარ
მე მისმის აბსოლუტურად შენ რასაც გულისხმობ. უბრალოდ კარგს უჭირთ მე ურთიერთობები, მაგრამ ეგ იმიტომ კი არ უჭირთ, რომ ბევრჯერ უთხრეს, რომ ლამაზი და კარგია, სხვა რამის გამო უჭირთ. არ ვიცი რის გამო, ყოველ შემთხვევაში სხვა რამის გამო, მაგრამ ის რომ მე მეუბნებოდნენ, რომ მე ვარ კარგი, მე ვარ სასურველი, მე ვარ მისაღები, მე ვარ გადასარევი და მე ვარ საკმარისი, ისეთი როგორიც ვარ, ამან არ შეიძლება რომ ადამიანს ზიანი მოუტანოს. უბრალოდ სხვა გააჩნია სხვა რაღაცებს, გარემოში სხვა სტიმულებს, თორე მშობელი და ოჯახი მართლა უნდა იყოს ეგ ადგილი, სადაც ყოველთვის ყველაზე მისაღები ხარ და ყველაზე განსაკუთრებული ხარ. კიდე ერთხელ ლიკა ნახე, ამის ბავშვისთვის თქმა არ გამორიცხავს იმის თქმას, რომ შენ რაღაცა ვალდებულებებიც გაქვს, რომ შენ ზოგჯერ უნდა დათმო რაღაცები, რომ შენ კონფლიქტის წამამწყები არ უნდა იყო, რომ შენ ბოდიში უნდა მოიხადო, რომ შენ თავაზიანი უნდა იყო, რომ შენ მეგობრის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნო და შეძენაზეც უნდა იზრუნო. ესენი ერთმანეთს არ გამორიცხავს. ეგეთი მიზეზ შედეგობრივობა, რომ მე სულ მეუბნებოდნენ, რომ კარგი ვარ და ეხა დღეს უცებ აღმოვაჩინე, რომ უი თურმე ძალიან ბევრს მეუბნებოდნენ. ჩვენ თუ წახალისებაზე ვლაპარაკობთ, წახალისება ნამდვილად სწორად უნდა იყოს გამოყენებული, სწორად იმ თვალსაზრისით, რომ წახალისებაც არ უნდა იყოს გადამლაშებული და უნდა იყოს შესაბამისი ბავშვის ქცევის, მიღწევის, ხა არ შეიძლება ყველაფერზე, ხა ეგ ყოფილა ჩემს გამოცდილებაში, რომ აი ბავშვმა ეს აქ დადო და ამაზე უთხრეს 50 მადლობა და მე მიჩვეულია, რომ ამას არ დადებს თუ მადლობას არ ეტყვენ და მადლობას კიდე რა უჭირს, არ უყიდიან, ხუთლარს არ მისცემენ, რაღაცას არ აჩუქებენ, ტელევიზორს უფრო დიდი ხნით არ ჩავართ, ეს ცოტა უფრო მახინჯდება მე ამ დროს, როცა მუდმივად ბავშვი ამისგან რაღაცა სარგებელს ეღებს და ცოტა ვაჭრობის ამბავი ხდება ეგ ჩვენ ხა ამაზეც არაერთხელ გვილაპარაკია, მაგრამ წახალისების შემთხვევაში გეთანხმები. წახალისება უნდა იყოს აუცილებლად მიღწევის, ქცევის, გამოხატვის შესაბამისი. მაგრამ ლამაზი ხარ, კარგი ხარ, ჭკვიანი ხარ, ეს მშობელმა ხშირად უნდა გითხრას. ნამდვილად. ყველაზე ლამაზი ხარ და სხვა არ არსებობს და შენ არსებობ არა, მაგრამ აი შენ ლამაზი და ჭკვიანი ხარ, ეს აუცილებლად უნდა. კი და ალბათ მიყვარხარ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მიყვარხარ და მომწონ ხარ. იცი რა ცოტა მშობელი ეუბნება თავის მომწონ ხარ. მომწონ ხარ. და მე ამას მივაქციე ყურადღება, როცა ერთმა მშობელმა ჩემი თანდასწრებით ბავშვს უთხრა, რომ არა უშავს მე ესეთიც მომწონ ხარ. მიყვარხარ კი არ მომწონ ხარ. ეს მომწონ ხარ კიდე სხვა რამეა, იცი? და მიყვარხარ კიდე სხვა რამე ხარ. ამათ შორის განსხვავებაზე მოდი ჩვენ თვითონ ვიფიქროთ, ეს ცოტა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძალიან ყურში მომხვდა ეს განსხვავება. შენ შეიძლება მოგწონდეს, გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ რაღაცები არ მოგწონდეს და შვილი გიყვარს. ხო, უპირობოდ გიყვარს, დედას შვილი, მამას შვილი უყვარს უპირობოდ, მაგრამ მოგწონს. კი, რაღაცა სხვა ამბავია, დამსახურება არის რაღაცის, რომ ვიღაცას მოსწონს. მადლობა ამისთვის. საინტერესო რჩევა იყო. ტელევიზია ახსენე და მოდი ამასაც დავსვამ, იმიტომ რომ მშობლებისთვის აქტუალურია. მე ვიცი მშობლების რაღაცა ნაწილი, რომელიც ასე ვთქვათ, სულ აძლევს უფლებას, რომ იჯაჭვული იყოს პლანშეტი, ტელეფონი, ტელევიზორი, მოკლედ ეკრანთან. მეორე ნაწილი რაღაც მშობლების არის, რომ საკმაოდ დიდ ასაკშიც, სკოლამდელ ასაკში ვიცი მშობლები რამდენიმე, რომელიც საერთოდ არ აკარებს ეკრანს. მე რაღაცა შუალედის მომხრე ვარ და შენი გამოცდილება შუალედი. ეხლა ჩვენ ცხოვრობთ ტექნოლოგიების ერაში. და ბავშვი იბადება ტექნოლოგიების ერაში და მისთვის არის ეს ბუნებრივი 6 თვის ბავშვმა იცის წერათითის გამოყენება სკროლვა რა არის. იბადებიან. მე 1 წლის ბავშვმა ნახე და არც იყო 1 წლის YouTube-ზე შევიდა თავისი იმით რა ქვია, თავისით არავის დახმარება ადარჭირდა. ინგლისური არის ის ბავშვმა რა. არ სჭირდება. იმიტომ რომ ისინი ბუნებრივად ამ გარემოში სასურველ ვიდეოს ეძებენ უკვე და ჩვეულებრივად მოძებნის კი და იცის ის ასოებიც კი როგორ უნდა ჩაწეროს და რაღაცა უნდა მოძებნოს. მთლიანად აკრძალვის მომხრეები, ეგეთი რადიკალურები ჩვენ არ ვართ. სინამდვილეში კი გვაბრალებენ რომ ვართ, მაგრამ არ ვართ. ახლა მოდი ამას ასე შევხედოთ. 2 წლამდე ასაკში, როდესაც ეს ენობრივი უნარები, კომუნიკაცია ცოცხალ გარემოში თამაში უნდა განვითარდეს, ჩვენ ხო ვიცით, რომ 3 წლამდე ასაკი არის ყველაზე კრიტიკული პერიოდი ამ უნარების განვითარების და ამ პერიოდში ძალიან მინიმუმამდე უნდა იყოს ეკრანი ნამდვილად დაყვანილი. იმიტომ რომ ნახე, ეხა რაც ჩამოვთვალე, ენა, ენის გაგება, კომუნიკაცია, თამაში, ეს ძალიან ცოცხალ გარემოში
ვითარდება. მინიმუმამდე რას გულისხმობ? აი 1 საათი? არ 1 საათი ამასაკისთვის ძალიან ბევრია, ძალიან ბევრია. მაქსიმუმი აი 20 წუთი, 25 წუთი და ეხა ნახე. იმ თავითვე ეკრანი სკოლამდე ასაკში პრობლემა არ არის. პრობლემა არის რა იცი, რომ ბავშვი ზის ეკრანთან და ამ რაღაცა ბრტყელ ეკრანს უყურებს ისე, რომ მის ირგვლივ რა ხდება, ამაში ერთია და კაცვილი არ ელაპარაკება, არ ეკონტაქტება და ეს თავი, მოდი ესე შევხედოთ, ფიზიოლოგიურადაც თავის ტვინის ნეირონებს ეს არასტიმულირებს. დავანებოთ თავი ფსიქოლოგიას თუ არ ვენდომით და არა სანდო მეცნიერება გგონია, თუმცა არ არის ეგრე საქმე, მაგრამ ნუ კაი. ფიზიოლოგია ხა თავის ტვინი ხო ისეთია, მოცემულობა გადაუღებ სურათს და ნახავ და შეხედავ რა ხდება. ხო და უფრო ზუსტია, როცა თავის ტვინს უყურებს. ნეირონული კავშირები, რომლებიც აი ნეირონები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს, რომ ელაპარაკი დავიწყო. მე რა ისე უხსნი ხა თამრიკო მომკლავდა, მაგრამ ეს არ მოხდება თუ კი ცოცხალ გარემოში არ ექნება ბავშვს კომუნიკაცია და სწავლება. ეკრანი ბავშვს არ ასწავლის. გონია მშობელს რო ასწავლის და მე აღმოჩნდება რომ ენის ექვივალენტები არის ეს რა აი ვითომ ლაპარაკობს და სინამდვილეში რაღაცა ფრაზებს იძახის კონტექსტს ზოგჯერ არგებს ზოგჯერ არ არგებს და არ ვიღებთ კარგ შედეგს მაგრამ ამის მიუხედავად ეკრანი პრობლემა არ არის შეხედე თუ მე დავჯდები ბავშვთან ხა აი მე ვაკეთებ ხოლმე ნიასთან ერთად როცა რაღაცას უყურებ თან ლაპარაკობთ აი როგორც წიგნზე ნახატებიან წიგნზე საუბრობ რომ ეს პრინცესა და ასე შემდეგ აი მოვიდა გაიმეორე თუ ინგლისურია რაღაც არაფერადი ხო აი თუ ინგლისურია ვუთარგმნი იქ რაც ხდება იმას აქ ვაკეთებთ ცოცხლად და მაგ შემთხვევაში ეკრანი 1 საათიც არ არის პრობლემა იმიტომ რომ ეგ არ არის ეკრანი ეს არის საუბარი და კომუნიკაცია მაგრამ ეკრანთან ჯდომა ბავშვის ნუ ეხა ეკრანს იმიტომ აძლევთ რომ დამშვიდდეს გაჩერდეს ცოტა დრო მქონდეს მშობელი ვარ ადამიანი ვარ მეც ხო როგორც მშობელი და ჭირდება თავისუფალი დრო და ამისთვის ვაჩეჩებთ ხოლმე ამ ბავშვს სინამდვილეში ეკრანს ან იმისთვის რომ პირი გააღოს და უაზროდ ჭამოს რაც ცალკე პრობლემაა და ეს რაფით არ შეიძლება მაგრამ აი თუ ცოცხალ სიტუაციაში ჭამის დროს ეკრანი არ შეიძლება ჭამის დროს ჩვენ მთელი თავგადასავლები გვაქვს ლიკა და ეკრანი ამაში ხელს გვიშლის ჭამის დროს თავგადასავალი მაქვს რა სუნი აქვს ამ საკვებს რა ფერი აქვს ამ საკვებს რბილია თუ ხრაშუნა იღეჭება თუ უნდა პირდაპირ გადაყლაპო პირში როგორია მოგედო ენაზე თუ მაგარია და არ მოგედო ენაზე როგორი გემოა აი სად იგრძენი ენის წვერზე იგრძენი თუ კისერში იგრძენი ეს რომელ წლამდეც პრობლემურია კვება წინა სასკოლო რა თქმა უნდა ხა პირველი მეორე კლასში ნაკლებად ტიპურ განვითარებაში ატიპურ განვითარებაში სადამდეც ბავშვს ჭირდება განვითარება ახსენე და ფსიქო დიაგნოსტიკაზე შენთან ან ნებისმიერ სხვა ადამიანთან როდის უნდა მივიდეს რა საკში თუ ხდება რომ საჭიროა რაღაც ჩარევა 2 წლიდან და პროფილაქტიკის მიზნით არის შესაძლებელი და რას მიიღებს მშობელი აი სერვისისგან თავისი შვილის სრულფასოვან შეფასებას მიიღებს სხვადასხვა აუცილებელი არის როგორ ფიქრობ ანუ რას რჩევას მისცემდა რომ მაგალითად თუ მშობელს აქვს ამის რესურსი რომ ყველა მშობელმა უნდა მიიყვანოს თუნდაც რა კონტროლი როგორც სამედიცინო შემოწმებაზე მივდივართ უნდა მივიყვანოთ თუ არა მშობელი შვილიც ეს მშობელი იდეალურ ქვეყანაში სადაც მსგავსი სერვისები ფინანსდება კი ვიტყოდით რომ გადასარა აი რატო არის ისეთ რამეს აღმოაჩენ შენ შვილზე ისეთ რამეს დაინახავ შენ თავში შენ შვილზე რაც შეიძლება საერთოდ არც კი დაგიშვია და არც კი გიფიქრია ერთი მოსვლა საკმარისია თუ პროფილაქტიკისთვის სავსებით თუ კი ისეთი სირთულე არაფერი არ არის თუმცა ჩვენ ვქონიან შემთხვევები რომ გვითქვამს რომ არ სჭირდება შეფასება და არ ჩაგვიტარებია შეფასება რამდენიც გინდა იმდენი ეგეთ შემთხვევა გვქონია მაგრამ დიაგნოსტიკა როდესაც საჭიროა ანუ გარკვეულ სირთულეებზე ვლაპარაკობთ განვითარების ხო სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე ან გარკვეული უნარების დეფიციტი შეიძლება სულ არ იყოს დიაგნოზი და იყოს კონკრეტული რაღაცა უნარის დეფიციტი იქ შეიძლება განმეორებით შეფასებაც დინამიკაში დაკვირვებისთვის ხო თუ თერაპიაზე თუ სირთულე არ მაქვს მაინც კარგია თუ მოვა რა თქმა უნდა კარგია ნებისმიერ შემთხვევაში შენთვის ძალიან ინფორმაციულია და ძალიან შესამზადებელი ამბავი ცოტა ბოლოსკენ რო წავიდეთ ესეთ კითხვას დაგისვა შენს ბავშვობიდან რა შეცვლიდი აი ამ ცოდნით ამ გამოცდილებით არ ვიცი რაღაცა თუ მოგაფიქრდება ერთ რაღაცა აი მე რას მიკეთებ ახლა მე ვიყავი კოშმარი ბავშვი იკა მეც მაგას ვამბობ ხოლმე დედაჩემს მედალი ჭირდება დედაჩემს ნამდვილად ჭირდება მედალი და თან მე ვიყავი მესამე
და ვიყავი კოშმარი ბავშვი. და აი სრული გულწრფელობით ვიტყვი, რომ ჩემს ბავშვობაში არ შევცვლიდი აბსოლუტურად არაფერს. ერთადერთი ცოტა მეტი ჩარჩო ჭირდებოდა ჩემნაირ ბავშვს. მაგრამ ჩემი მშობლები იყვნენ ძალიან მომთმენები, მშვიდები და საკმაოდ ლიბერალურები ჩემს სანამ სკოლაში შევედი სხვათა შორის. სკოლაში მე მოთხოვნები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და გინდა არ გინდა შევიცვალე მეც, მაგრამ აი სკოლამდელ ასაკში ერთადერთი ეგარი, რომ ცოტა მეტი თანმიმდევრულობა სიყვარულს იღებდი? კი. იმას, რაც ეხა შენ საუბრობ რა ჭირდებოდა. აი ამ სიტყვებს, ამ ყველაფერს ვიღებდი, აბსოლუტურად. კი, მაგ ნაწილში ჩემს მშობლებს ვერაფერს ვერ პირიქით მივიზახი, რომ მე არას არ მეუბნებოდნენ არასოდეს, არაფერზე 6 წლამდე და ეს იყო საშინელება ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ არაზე მემართებოდა ტანტრომი, ხა ჩემს ბავშვობებში ახლა გაქვს პრობლემა არაზე. ეხლა მაქვს, კი. ყველა ჩემი გადაცემაში ყოფნა ეგ არის, რომ ვერ ვთქვი. ვერ ვთქვი არა, ვერ ვთქვი არა არის ყველა ჩემი გადაცემაში ყოფნა, რომ რაღაცა ვერ ვამბობ, ხო, ეგ პრობლემა ნამდვილად მაქვს. არას ვიღებ ეხა მე თვითონ პრობლემას, მაგრამ აი თქმის პრობლემა მაქვს. შენ მეც მაქვს თქმის პრობლემა, ოღონდ მე იქიდან გამომდინარე, რომ დედას უმეუნებოდა, რომ აი სხვას უნდა მისცეს, სხვას უკეთესი და ძალიან დიდ ასაკში მითხრა, რომ მე მგონი არასწორად გასწავლა, იმიტომ რომ ამაზე მუშაობ და მუშაობდი და ახალც მუშაობ და ძალიან მიჭირს მეც არას თქმა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ზრდასრულობაში არის ის, რომ შენ გააცნობიერა, რომ შენმა მშობელმა შეცდომები კი დაუშვეს, რომ ღინდეს დავუშვებ, მე რა შვილი მყავდეს, რომ ვერ დავითვლი. მაგრამ შეცდომები კი დაუშვა, მაგრამ ყველაზე კარგი უნდოდა შენთვის. კი, იმ მომენტში საუკეთესო უნდა. უბრალოდ ზოგჯერ ჩვენ ეხლა რაზეც ვაპარაკობთ, ეს შეიძლება 10 წელიწადში არაფრად აღარ ვარგოდეს. აი ზუსტად, აი ხა ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები რო გაიზრდება, ზუსტად ჩვენ რაც გვაქვს მშობლების მიმართ, რომ აი ესე ალბათ ჯობდა და ასე შემდეგ. ადამიანი ძალიან ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სულ იცვლება და მის მიმართ დამოკიდებულებებით სულ იცვლება. ჩვენ 10 წელიწადში შეიძლება ამას მოვუსმინოთ და ვთქვათ, რომ ღმერთო, რას ვიძახდით, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრი არ არის დღეს რაც ვილაპარაკეთ, ყველაფერი არის კვლევის და ლიტერატურის შედეგი და არის ჩვენი პირადი მოსაზრება, მაგრამ ესეც იცვლება, ხო, როცა აღზრდაზე ვლაპარაკობთ. ამიტომ მე მგონია, რომ აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გავაცნობიეროთ, რომ იმ მშობელს საუკეთესო უნდოდა მაშინ, როგორც ესმოდა. და ბოლო არის რა სტუმარი მისვავს კითხვას. ნებისმიერი კითხვა შეგიძლია რა ნებისმიერი კითხვა შემიძლია რა დაგისვა. კარგი. შენ ხარ მაყოფილი პროფესიით, რომელიც საერთში? კი, მე ბავშვობიდან ძალიან მინდოდა, მე როგორ მეცადინეობდი, სახლში საწოლს უყურებდი და ვითომ ვამეცადინებდი ბავშვებს და პირველი მეორე კლასიდან მე არ მჭირდებოდა თქმა წადი მეცადინე, მე თვითონ ვაკეთებდი, იმიტომ რომ აი ეს პროცესი მომწონდა, მე ვიყავი მასწავლებელი და ვასწავლედი. და შესაბამისად არასდროს არ მიფიქრე რომ გამოვიდოდი ლექტორი, თუნდაც უნივერსიტეტში, სულ მინდოდა ჟურნალისტობა და კი, აი იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და ძალიან მომწონს. მიხარია, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და იქ ხარ შენ, სადაც მე მინდა რომ იყო, ამჟამად ჩვენთან, ჩვენი ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები არ ვიცი გეთანხმებიან. მე თანხმებიან დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენთან, მოგვიტანე საინტერესო თამაში. ძალიან საინტერესო წიგნი გაქვს. მე ვარ, ესე ქვია, რომელსაც მე მგონი ბიბლში და ყველა მაღაზიაში, მე მაქვს სახლში. და კი და მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის. მადლობა ძალიან მისიამოვნე შენ. და მაყურებელს სულ დამოვიწყო ბავშვებთან ერთად, მე თქვა რომ გამოგვიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ და ასევე Facebook ჯგუფში შემოგვერთდეთ და დაელოდეთ ჩვენს ვიდეოებს. მადლობა.